სამშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ცოტა პასიურობთ, ისეთი პერიოდია ძალიან ცხელა, სხვათა შორის მე შევამჩნიე, რომ ყველა ცოტა პასიურ მდგომარეობაშია, მაგრამ არა უშავს ადამიანებს დასვენებად, შესაჭიროებად. მოკლედ ძალიან საინტერესო თემაზე მინდა გესაუბროთ, ალბათ საინტერესო იქნება ის პერიოდები, რომელიც ჩვენ გავიარეთ, ის ძვირფასი პერიოდი. თქვენთან ერთად ის ლამაზი პერიოდი და ალბათ მე გულწრფელი ვიქნები თუ ვიტყვი ყველაფერს ისე რაც იყო და როგორც იყო, რაც გადახვდა თავს. იმედი აგერ შემოსულია მეგობრები და ჩანს რომ რამოდენიმე ადამიანი მგონი გვიყურებს. მოკლედ საიდან დაიწყო, მოდი დავიწყოთ იქიდან, ეს ლამაზი პერიოდი, საინტერესო პერიოდი ჩვენი ცხოვრებისა 90-იან წლებში. ძალიან ბევრი იჩემებს ხოლმე, რომ ხლა რთულია დაამტკიცო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აი მე 97 წლიდან, 98 წლიდან, 99 წლიდან ვიბრძოდი და ვიყავი და ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია როგორი კაცი ხარ და თუ მართლა ერთგული ხარ და თუ გინდა 95 წლიდან, თუ გინდა 2005 წლიდან ჩაებ, მაგრამ მთავარია შენი ქვეყნის და შენი სამშობლოს წინაშე იყო მართალი. მე პირდაპირ გეტყვით მეგობრებო, რომ სულ რაღაც 17-16 წლის ვიყავი, როდესაც დაახლოებით ეს იყო 77-78 წლები, როდესაც საცხოვრებლად გადმოვედი სწავლობდი თბილისში ბიძაჩემთან. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეროვნულ მოძრაობაში ზოგიერთმა იცის, მიხვდებიან ახლა თუ ვიზე ვსაუბრობ. ეს იყო ბიძაჩემი, რომელიც პირდაპირ შეიძლება ითქვას ანალოგი იყო გრაფი სეგედისა, რომელიც თქვენ გინახავთ დათა თუთაშხიაში. შეხედულებითაც, მაგრამ წარმოიდგინეთ კიდევ უფრო განათლებული და კიდევ უფრო ძლიერი რომ იყო საუბარში. აბსოლუტურად რთული იყო ამ პიროვნების წინაშე მჯდარიყავი და აი კონკურენცია გაგეწია საუბარში და მასთან ძალიან ბევრი დისიდენტები მოდიოდნენ და ჭკუას ეკითხებოდნენ. სწორედ აი პირველი ნაბიჯები ჩემში, რაც რამაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, იყო 1978 წელი 14 აპრილი. იცით თქვენ ეს პერიოდები, რაც მოხდა მაშინ და ჩემ მამიდაშვილის მეცნიერ მუშაკის, ბატონ ბორის კუპრაშვილის უახლოესი მეგობარი იყო ზურაბ ჭავჭავაძე, რომელიც ასევე მეცნიერ მუშაკი იყო და ერთი გზით მიდიოდნენ აი ამ მეცნიერ კარიერაში და ძალიან ახლოს იცნობდა ბიძაჩემს, კურცელაძეს და მოდიოდა და თუ რამე იყო საინტერესო ხოლმე აი ამ დისიდენტურ საქმეებზე საუბრობდნენ და ეს საუბრები გრძელდებოდა დილამდე. ძალიან საინტერესო იყო, როდესაც ერთ დღეს მოვიდა ზურაბ ჭავჭავაძე და მოიტანა ეპიგრამები 78 წელს ქართული ენის გაუქმებასთან დაკავშირებით და მე ძალიან ბევრი დამამახსოვრდა იქიდან. დამამახსოვრდა იმ მწერლების შესახებ, რომლებმაც იმ ქართველი მწერლების შესახებ, რომლებმაც ხელი მოაწერეს ქართული ენის გაუქმებაზე. ძალიან ბევრი შეიძლება გაუკვირდეს, ახლა ისეთი გვარები და სახელები იყო იქ, მაგრამ იყო სიმართლე ეს არის და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ასევე ვალდებული იყო
თითქმის ყველა ასეთი ცნობილი მწერალი იყო საბჭოთა კავშირის კგბ-ს უშიშროების წევრები და რა თქმა უნდა მათ აკონტროლებდნენ, ასე ვთქვათ, და მათი ხელმოწერა იყო საჭირო და ბევრმა ხელი მოაწერა. მე ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი, გავიხსენებ, ცოტა იქით გადავალ. აი ეს შემდეგ მე გავიხსენე 91 წელში, როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის წინა პერიოდები იყო, 11 დეკემბერი იყო 91 წლის, მე გადავედი იქით მხარეს, მოწინააღმდეგეს მხარეს, ახლა რა თქმა უნდა ისინი მაშინ მე არ ცნობდნენ და მე იქ ვნახე როგორ მარშით ემზადებოდნენ აქეთ შტურმის წამოსასვლელად, აი ეს მწერლები უდგნენ და საზოგადო მოღვაწეები, ნოდარ ნათაძე, გურამ ფანჯიკიძე და ასე შემდეგ. გადმოვედი აქეთ, ისევ დავბრუნდი, ზვიად გამსახურდია ტრიბუნასთან იყო და ვთხოვე რომ სიტყვა მოეცათ. ხო და წამყვანმა კი მითხრა რომ მოამბე უნდა მოვიდეს ეხლა და დრო არ არისო, მაგრამ რა დროს მოამბია მეთქი, მაქვს სათქმელი სერიოზული რაღაც და გამოვედი სიტყვით. და აი თქვი ის, რაც ძალიან ბევრმა არ იცოდა და სხვათა შორის თვითონ ბატონი ზვიადის განცვიფრება დღესაც მახსოვს, როდესაც აი ეს რაღაცები მოვყევი. დიახ, მეგობრებო, მაშინ 78 წელს ქართული ენის გაუქმებაზე ხელი მოაწერა ჯანსუღ ჩარკვიანმა, გურამ ფანჯიკიძემ, სხვათა შორის გაგიკვირდებათ და ნოდარ დუმბაძემაც. მე მახსოვს რამოდენიმე აი იმ ეპიგრამებიდან ნაწყვეტები და ეხლა ერთ-ერთს გეტყვით, გურამ ფანჯიკიძეზე ეწერა ესეთი რაღაცა, თქვენ იცით რომ მას დაწერილი აქვს რომანი თვალი პატიოსანი. და აი ასეთი რაღაც დაუწერეს, მაშინ ეხლა ხელს არავინ აწერდა, არ ვიცი მე ეს ვისი მიერ იყო დაწერილი, ეს არავინ არ იცის, მაგრამ მახსოვს რაც დაუწერეს. აი ასეთი რაღაც ეწერა და ეგ წავიკითხე იქ მთავრობის სახლის წინ მაშინ. ორი თვალი გაქვს შეკაცო, ანცა იწამე ან ღმერთი, ორი თვალი გაქვს ვაი რომ პატიოსანი არც ერთი. აი ეს დაუწერეს მაშინ გურამ ფანჯიკიძეს, გაბრაზებულმა ქართველმა ახალგაზრდობამ. ნუ ეხლა იქ ეწერა მახსოვს ჯანსუღ ჩარკვიანზე დასცინოდნენ მუხლზე მიზის საქართველო დაღლილო და შენი მუხლზე დასაჯენი რა სჭირს საქართველოსო. ნოდარ დუმბაძეზე ეწერა ხიდის თავერო კანქარაო პირი გეთქმის მასვარა, ნუ ასე შემდეგ. აი ეს პერიოდები გაიარა საქართველომ სამწუხაროდ, მაშინ იქ იყო ერთი ძალიან სერიოზული ლექსი ბოლოს. აი ეს ლექსი დაიკარგა, მაინც მოვიდნენ ბიჭები, ანუ ეს იყო უკვე იმათზე, ვინც დაიცვა ქართული ენა. სამწუხაროდ ის არ უნდა დაკარგულიყო და მე ძალიან გული მწყდება რომ აი ესეთი რაღაცა მაშინ დაიკარგა. შემდეგ ამას მოყვა ლიტერატურა. ეს კიდევ ხდება იმ პერიოდებში, როდესაც ბორისი ცოცხალია, ზურაბ ჭავჭავაძე ცოცხალია და მე მათთან ესეთი ახლოისა მაქვს და ნაზი შამანაურის წამების მთელი ეპიზოდები, ჩანაწერები მთლიანად მაშინ მივიღეთ. ეს იყო, თუ არ ვცდები, 97 წელი და მახსოვს მაშინ ეხლა ჩვენ არ გქონდა არაფერი, რომ ეს ქსეროქსებზე და ასე შემდეგ ესე გადაგვეღო. ძალიან ბევრჯერ მაქვს 12 კურსლიან როეულებში ეტეოდა, ასე ვთქვათ, და გადასატანის რომ იყო სამაგად კალკა რაღაც იმას უფენდით და ერთხელ რო გადავწერდი, სამი პირი გამოდიოდა და მე ვარიგებდი ხალხში. ეხლა დღეს რომ გამოდიან ნაციონალურ მოძრაობას რომ გაახსენდა, რომ
ნაზი შამანაური და თურმე სუფთა ჭეშმარიტი ჟურნალისტიკაზე რო საუბრობენ, ახლა სასაცილო არის საერთოდ წარმოდგენა თუ აქვთ საერთოდ ვინ იყო ნაზი შამანაური. შემდეგ იყო მეგობრებო ესეთი პერიოდი ძალიან საინტერესო იყო ესეთ ჩემს ცხოვრებაში, როდესაც დავიწყეთ ფიქრი რომ აგვემოქმედებინა კინჭვიშის ცნობილი ტაძარი. ალბათ ძალიან საინტერესო ისტორია ესეც. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია, 89 წელია. იქ მაღლა იმ ხეობაში, სადაც ცხოვრობენ მოსახლეობა, დაახლოებით 25 კაცს მოვაწერინეთ ხელი და აი ეს ხელმოწერები ჩამოვიტანეთ თბილისში რელიგიის ინსტიტუტში, ვინმე ციკლაური იყო, ზუსტად აღარ მახსოვს. და როდესაც უთხარი რომ აი ეს გსურს და ეს გსურს, ინჭვის მონასტრის ამოქმედება გვინდა, გაეცინა და თქვა რომ ეხლა ამაზე მოსკოვის ნებართვა გვჭირდებაო. ახლა წარმოგიდგენია თქვენ მე-12-13 საუკუნის ტაძარზეა საუბარი და ამ დროს მოსკოვმა უნდა დაგთოს ნება, მაგრამ რას იზავს საბჭოთა კავშირია. თუმცა ისიც თქვა რომ ეხლაო ისეთი პერიოდიაო რომ რა თქმა უნდა დაგვთავენო ამაზეო ნებასო, რა ქვია, მოგვიო დადებითი პასუხიო, მაგრამ ამას ფორმალური მხარეები აქვს და რაღაც დრო დასჭირდებაო. შემდეგ წელს 90 წლის გაზაფხულზე მე მივიღე საბუთები უკვე შემატყობინეს რომ უკვე თანხმობა მოვიდა და არავინ არ იცოდა აბსოლუტურად, მაგრამ მარტის თვეში უკვე მქონდა ეს საბუთები და მე შევაჩერე ეს ყველაფერი, რომ ზუსტად დამემთხვია ამ ეს ტაძარი არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის და 22 მაისს არის ეს დღესასწაული და ზუსტად 22 მაისს დღესასწაულს დავაკავშირე. რა თქმა უნდა, ცოცხალი არავინ აღარ იყო, აღარც მერაბ კოსტავა იყო, აღარც ზურაბი, იყო მხოლოდ ჩვენი საამაყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია და მე ჩავედი ბატონ ზვიადთან სურამში შვენებდა ოჯახთან ერთად და მას ვთხოვე რომ მოვიწვიე, ასე ვთქვათ და იქ ჩვენ დაგვჭა რამოდენიმე ორიგინალი ფოტოები სამახსოვრო და რომელსაც დღემდე ვინახავ, ის არის ტაძრის ეზოშია გადაღებული, ერთ-ერთ ეხლა წარმოგიდგენთ, როდესაც იგი სიტყვას ამბობს და საუბრობს სასწაულების შესახებ. აი ერთ-ერთი ეს ფოტო არის, ეს ფოტო მხოლოდ და მხოლოდ მე მაქვს ეს ფოტო, ფერადი ფოტო. იქ დგას ყინწისის ტაძრის მონასტერში, როდესაც სიტყვას ამბობს ბატონი ზვიადი. და იყო უამრავი ხალხი, არ ვიცი, გადატენილი იყო იქავრობა, ვერ იტევდა ყინწისის ტაძრის ეზო. აი ასე დაიწყო, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯები, როგორც ეროვნული მოძრაობისა, ასევე მართლმადიდებლური, რაღაცა წვლილი შევიტანეთ და შემდეგ თანდათან უფრო მეტი გამოცდილება შევიძინეთ და დაიწყო უფრო და უფრო სერიოზული ბრძოლა. ამის შემდეგ ჩვენ ქარელში მე იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა წვევამდელი როგორ უпроსწორად გაწეული ყავდათ სამხედრო სამსახურში, რაღაცა 2 თვის გაწეული ყავდათ, ეს უკვე მე აქ საუბრობ უკვე სამართლიანობის პრინციპებზე. ეს ბავშვი, ეს ბიჭი იყო ახალგაზრდა ბიჭი, ობოლი ბიჭი, რომელმაც უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა და თავის ქალაქ უნდა ახტილი და იმის გამო რომ გეგმა შეესრულებინათ, გაიწვიეს ჯარში და 2 თვეში იქიდან მიცვალებული ჩამოასვენეს. სამაგიეროდ მაშინაც ასე იყო, ტოვებდნენ მაღალი რანგის თანამდებობის პირების შვილებს და მე მთხოვეს რომ
აი ეს ძალიან სერიოზულად გაგვეპროტესტებინა. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პროტესტი გავმართეთ, როდესაც 40-მა გაიარა. დღესაც მახსოვს ცხონებული დედამისი, რომელიც შავებში იყო ჩაცმული და როგორ განიცდიდა, მთელი ქარელის ტერიტორიები სულ გადაიკეტა, იმდენი ხალხი იყო. იქ იძულებული გავხადეთ. რაიკომის პირველი მდივანი მოსულიყო, პროკურორი მოსულიყო, ყველა მოსულიყო აბსოლუტურად, მხოლოდ კომისარი იყო დამალული. მე კატეგორიულად მოვითხოვდი ამ საქმის სისხლის სამართლის საქმით აღძრას და რომ სათანადოდ დასჯილიყო სამხედრო კომისარი. რა თქმა უნდა, ეხლა ყველანაირად ცდილობდა მაშინდელი პროკურორი და ეს მაღალი თანამდებობის პირები, რომ ისინი ის დაეცვათ. თუმცა ამას ბოლომდე მივყევი, იყო მე ერთი თვის შემდეგ ისევ გავხსენი ეს დიდი აქცია, საპროტესტო აქცია, რადგან ვეღარ მივაკლიეთ იმ საბუთებს, სად წაიღეს და თუ პროკურორმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ძალიან მძიმე დღეში იყო თავადაც ისე განიცდიდა უკვე და იმდენად დიდი ზეწოლა განვახორციელეთ და იქამდე მივიდა საქმე, რომ სამხედრო კომისარი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მივეცით და ჯერტალწინ იყო ეს ყველაფერი ხდებოდა, როდესაც ჩამოვიდნენ და თავზე დავაყენეთ პროკურატურის წარმომადგენლები. იმიტომ რომ ეს აუცილებელი იყო, ეს უნდა მომხდარიყო, რადგან აი ესე უსამართლობა აღარ გაგრძელებულიყო ქვეყანაში. იქვე მე მქონდა აქცია, შეიძლება ეს ბევრმაც არ იცის, წითელი ჯვრის კომიტეტის დიდი 40 კაციანი კარავი მქონდა და გაფიცვა მიდიოდა ქარელში, რომ საბჭოთა არმიაში უარი ეთქვა მსახურებაზე ქართველ წვევამდელებს და აბსოლუტურად მთლიანად ჩავშალეთ, ამას ესწრებოდა ბატონი ჟვიადიც, რესპუბლიკაში პირველად სწორედ აი ჩემს მიერ ორგანიზებული აქციით 90 წლის გაზაფხულზე მთლიანად ჩაიშალა საბჭოთა არმიაში გაწევა და მე მახსოვს როგორ გადასცემდნენ ამას, გახსოვთ თქვენ გოლოს ამერიკის ხმაზე საკონტინენტაშორისო იმაზე. ხშირად გვესტუმრებოდა ხოლმე ბატონი ჟვიადი და ერთ-ერთი სტუმრობის დროს, როდესაც ძალიან ხალხმრავალი მიტინგი იყო ქარელში, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მოგწერა წერილი, რომ გვიშველეთ, თქვენი იმედი მოგვეცა, იქნებ აგარაშიც დაგვეხმაროთ, რა ხდება, ოღონდ ჩამოდითო და ნუ საქმე ეხებოდა. მე ხლა ყვები ისეთ რაღაცებს, რომ რა შეიძლება მაინც ვისაც აინტერესებს იცოდეს. სამართლიანობის კუთხით ვამბობ მე ამას. იყო, იცით თქვენ აგარის შაქრის კომბინატი, ბინებს არიგებდნენ და მთელი როგორც ახლა ხდება, ალბათ მაშინაც ასე იყო. მთელი ესე იგი კორუფცია იყო იქ. ხალხმა რომელმაც სიცოცხლე დატოვა იქ აი ამ ქარხანაში, ბინებს ვერ ეღირსენ და ესე ჩაწყობებით მიდიოდა საქმე და გთხოვთ, რომ იქნებ დაგვეხმაროთ. მე ძალიან დავინტერესდი ამითი. სამ დღეში შევისწავლე იმ დონეზე, რომ ცოდნოდა უკვე საბინაო აი ეს წესები, როგორ ხდებოდა. ძალიან ჭკვიან ხალხთან გავიარე ეს ისა და ზუსტად სამ დღეში დავასრულე საქმე, რომელიც წლებით იწელებოდა და მთელი ამხელა კორპუსი აი კორუფციის იმაში იყო გახოვული და ალბათ მთელი აგარას მაშინდელს ეხლაც ბევრი იქნება ცოცხალი ეხსოვნება და ვერავინ ვერ იტყვის, რომ აი დავით ჭაბუკაშვილმა რაღაცა იქ აი ერთი თეთრი ვიღაცისგან ისე გააკეთა, ანუ სამართლოდ რამე გააკეთა. არასოდეს არ არსებობს, ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ოდესმე მე რაღაცა და აი როგორ ხდებოდა მეგობრებო, იქ იყო აღმასკომის თავმჯდომარე, საშილად კორუმპირებული, დაჭერილი ყავდა მთლიანად სისტემას. მასთან მეგობრობდნენ უკვე ასევე კრიმინალური წარმომადგენლებიც. ნუ ახლა არ ვიცახ კანონიერ კუდებს, მაგრამ კრიმინალები.
მე მათ დაუშვი საკითხი, რომ ეს საქმე უნდა გაკეთებული იყოს სწორად. ზუსტად მესამე დღეს უკვე რომ უნდა დავასრულოთ, შაქრის ქარხნის კომბინატში პირველი მდივანი, მეორე მდივანი, მთელი ის არის იქ სუყელანი და ეს ხალხი შეკრებილი ყავს და ყავთ და ვითომ უნდა დაარიგონ ბინები. მაშინ რა თქმა უნდა შემატყობინეს, მივედი სავსე იყო ხალხით, მე მათ აღმოსკომის თავმჯდომარე გამოვიყვანე იქიდან, უთხარი რომ ახლა ჩემთან ერთად წამოხვალ და ორდერებს გამოწერ, როგორც დავადგინეთ სამართლიანად. რა თქმა უნდა გამომყვა, იმიტომ რომ მას სხვა გამოსავალი არ ქონდა, ან უნდა აირჩიო და იქით იდგე, ან არა და ჩვენ უკვე მოვდივართ ხელისუფლებაში და მზის სინათლეს ვერ ნახავ. უკვე ვიცოდი მისი ეს დანაშაულებები. ამიტომ იგი გამომყვა და რაიკომის მახსოვს პირველი არა მეორე მდივარმა მომაძახა, რომ დავითო ეგრე არ შეიძლებაო, არასწორად იქცევითო, რომ შაქრის ქარხნის კომბინატის ართ-ორგანიზაციის თავმჯდომარეს რატომ აუჭედეთ კარებიო და მე ცოტა ტექნიკურად მოვეკეთ იმასაც და უთხარი რომ ყველამ თავის აჭედილ კარებს მოუაროს მეთქი და ამან იფიქრა ახლა დილა იყო არც ყოფილა ქარელში თავის კაბინეტში და მეც ხომ არ ამიჭედესო და აღარც ქონდა ამათი დარდი გამოვედი თუ არა ჩასწრენ მანქანაში და ქარელში გაიქცნენ. ჩვენ გამოვწერეთ რა თქმა უნდა ეს ორდერები და ხალხს გადავეცით სამართლიანად ისე როგორც მოდიოდა ყოველი დღე, ანუ დღეს რომ მაგალითად ადამიანს ეკუთვნის და ხვალ რომ მეორეს ეკუთვნის ეგს, აი ესე პირდაპირ თლიანად ჩამოვყევით ზუსტად როგორც ეკუთვნოდათ. შემდეგ იყო მეგობრებო უკვე ძალიან სერიოზული აქცია უკვე თბილისში, ჩვენ ვიყავით დინამოს სტადიონზე, ბატონი ზვიადი ჰქონდა ძალიან დიდი აქცია და იქიდან როდესაც დავიძარით ხალხი, ჩვენ ამოვედით უკვე მაშინ საბჭოთა კავშირი იყო ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არ ვიყავით, კაკებეს შენობასთან. რა თქმა უნდა, მაშინ ვასმოი პოლკს ეძახდნენ, მერვე პოლკს მიხვდნენ უკვე რასაც ვაპირებდით. იქ გზა გადაგვიკეტეს, მაგრამ გავარკვიეთ ეს ჯაჭვი და გუშინდელი დღესავით მახსოვს უკან ეს შუშებიანი შენობა, ბატონი ზვიადი დგას წინ და აი მეგობრებო, აი ეს ის დაწესებულება, რომელიც ქართველი ერის ინტერესებს ყიდდა და უკვე იქ ატყდა მტრევა ამ შუშების. რა თქმა უნდა, უკვე დაიწყო მივხვდით რომ ამის ის იყო საჭირო. დავატყვეთ რა თქმა უნდა ეს შესასვლელი, შევედით სუყელანი შიგნით. ხო და ნუ ახლა რა თქმა უნდა თავის გეგმები ჰქონდა ბატონ ზვიადსაც და იქ მოხდა ისე რომ მერვე თუ მეცხრე სართულზე აღარ მახსოვს ზუსტად აყვანილი იქნა ლორდ კიფანიძე, კაგებეს უფროსი, მაშინდელი კაგებეს უფროსი და რომელიც შემდეგ ჩასვეს გაზ 24-ში, ბატონ ზვიადის გაზ 24-ში, იქ იყო ასევე რომანი გვენცაძეც და გაიყვანეს სხვათა შორის რომან გვენცაძე ეხვეწებოდა ბატონ ზვიადს არ გინდა, მაგრამ რა უნდა ახლა ზვიადი მოძალადი არ იყო, უბრალოდ აქ იყო ლაპარაკი ალბათ იმ საბუთებზე რაც იყო საინტერესო. წარმოვიდგენია ახლა ჩვენ რო არ გაგვემარჯვა კაგების დარბევისთვის რა დღე დაგვემართებოდა, მაგრამ ამაზე არავინ არ ფიქრობდა, მაშინ ჩვენ ვიყავით იდეალისტები და ვიბრძოდით ბოლომდე. ახლა მოდით იმაზე ვილაპარაკოთ, მეგობრებო, აი მოვიდა ხელისუფლებაში ბატონი ზვიადი და რა ხდებოდა მერე, ხო, ეს დროც ძალიან საინტერესო იყო, რამოდენიმე ეპიზოდს გეტყვით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლება რო იცვლება, როგორი იქნება აი ხალხის მდგომარეობა რამდენად შეიცვლება, ხო? სამწუხაროდ აი მინდა ვთქვა, რომ ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ცუდად იქცეოდნენ. ძალიან ბევრი შეეკრა კიდევაც მაშინდელი ძველი მაფიოზებს იქაურს და ჰქონდა ძალიან დიდი შეხლა-შემოხლები.
წარმოიდგინეთ თქვენ ახლა პირველი პირი, მეორე პირი, როდესაც ხარ ხელისუფლებაში, იქ უნდა აკონტროლებდე თვითონ თუ რა ხდება იქ, ხო, რაიონის ცხოვრებას. ალბათ ძალიან ბევრს ახსოვს იყო ასეთი ხოლმე ფონდი იყო, ის იყო, რა ქვია, რამოდენიმე გრამი ეკუთვნოდა კარაქი ბავშვებს. ყოველ თვე მოდიოდა ეს, აღარ მახსოვს ზუსტად 330 გრამი იყო თუ რაც იყო და ამას ვერავინ ვერ ეხებოდა. ისე გავიდა ორი თვე რომ რაიონში ეს კარაქი შემოტანილი არ იყო და ეს დაემთხვა საჩხერის და აი გახსოვთ თქვენ რაჭაში დიდი მიწისძვრა რომ იყო. მე დავინტერესდი თუ რატომ არ შემოდიოდა ბავშვებისთვის კარაქი და შევხვდი რა თქმა უნდა რაიკავშირის წარმომადგენელს, თავმჯდომარეს და იგი მეუბნება რომ ჩვენო ვერაფერს ვერ გავხდებით, ახლა ესო გორიაო და გორშიო იქ არიან მთავარი წარმომადგენლებიო და თუ თქვენ წახვალთო მე ვთქარი გავამაყოლე ვინმე და გავამაყოლე ერთ-ერთი წარმომადგენელი და ჩავედით. და რას ვხედავ მეგობრებო, აი მაშინაც ზუსტად ასე ხდებოდა. მაშინაც ესე იყო, ყველა ჭამდა რომ მტყვიან. შევედი, მეორე პირია გორის მაცივრების, მეორე თუ მესამე პირი, მთავარი ინჟინერი, მეორე პირი იყო შოთა ჩოჩიშვილი, როგორც მახსოვს, და პირველი პირი იყო სხვა. და მეუბნება რომ რა კარაქიო კაცო, აგერო მიწისძვრა იყო საჩხერეშიო, ჭიათურა იმაშიო და ჰუმანიტარული დახმარებით გადავეცით. ეს არაფრით არ შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, ახლა მაგას ნამდვილად ვერავინ ვერ მომატყუებდა. მე ამოვიღე ჯიბიდან დიქტაფონი და დაუდე წირო, არ იფიქროთ მეთქი რომ მე ჩუმად ვიწერ, მე ხლა ვიწერ მეთქი თქვენ საუბარს და მითხარით თქვენი თანამდებობა, სახელი გვარი, ამოვიღე ციგნაკი, შვიდისფერი ეს ჰელსინკის კავშირის მანდატი და ვეუბნები ციგნაკი, ვეუბნები რომ ეხლა უნდა მითხრათ სახელი, გვარი, მამის სახელი, თანამდებობა, ყველაფერი და რამდენ ხანში ჩამოვა აი ეს კარაქი რაიონში. თუ გინდათ რომ უზენაეს საბჭოდან კომისია არ დაგახვიოთ თავზე მეთქი და ნუ ძალიან შეშინდა რომ მელია და შენი ჭირიმე ორზარ გამაფუჭო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აღარ ახსოვდა ეს ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა, მოკლედ 3 დღეში მოვიდა. ამას რატო ყვები, იცით მეგობრებო, როდესაც სამართლიანად იბრძვი, თუ კი ყველა ასე იბრძოლებს, მაშინ ქვეყანას ეშველება. მოვიდა 3 დღეში, შემატყობინეს, მივედი ადგილზე, 20 კილოიანი მეებში იყო, შეფუთული, ერთ-ერთი უკვე აკლდა, ერთი უკვე აკლდა, საწყობის გამგეს მოუპარია, იმას რა თქმა უნდა უცბად მოვატანინე. და აი ესე დავდებდი და როდესაც მე ხელისუფლება გადატრიალდა და დაგვამხეს, ხო? რა თქმა უნდა, აი ამ მაფიოზების შვილებმა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გამოგვიცხადეს. პირადად მე ძალიან ესე იგი იმ დონეზე რომ ყველაფერი გადაკეთეს, მატარებლებიც კი გადაკეთეს, ყველგან დამეძებდნენ დასახვრეტად. ეს იყო აი სიმართლე, მე უბრალოდ ამას ვამბობ, რომ ზოგიერთები ამბობენ ხოლმე რომ აი ამ დროს დავიწყე, იმ დროს დავიწყე ბრძოლა, ესე იყო, ისე იყო. მე თელი ცხოვრება მე-9 კლასიდან შემიძლია ვთქვა, რომ აი სულ ამ ისტორიებში ვარ და სულ ამ ბრძოლაში ვარ ჩაბმული და შეიძლება ითქვას, რომ ალბათ ამით ვიცხოვრობ და ვერასოდეს ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ მე ოდესმე ვინმე მომეტყუებინოს, ტყუილი ჩემთვის არის ყველაზე ცუდი რამ, ტყუილს ვერასოდეს ვერ ვიტან. მიჩვენია იყოს მწარე სიმართლე, ვიდრე მოიტყუოს ადამიანმა, ეს არის ძალიან ცუდი და სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. მოკლედ მინდოდა აი ამ თემაზე ესე მესაუბრა თუ ვინ ვარ და რა მორალური უფლება მაქვს მე რომ აი ამ მოძრაობაში ვიყო და წარმოედგინეთ თქვენ როდესაც ახლა მთელი ცხოვრება მორალურად და ზნეობრივად აი ასე ხარ, როგორ შეიძლება მე
შესვანაირი და სხვანაირი ადამიანი გახდე, ხო? მოკლედ გადმოვერთოთ ახლა დღევანდელ ამბებზე, მეგობრებო, ჩვენ ახლა იმ პროცესებში ვართ, რომ რამდენიმე მაკლერთან მაქვს მოლაპარაკება უკვე ოფისზე. ძალიან მინდა რომ რომელიმე მეტროსთან ცენტრში ჩვენ გავაკეთოთ ახლა ამ ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისი. რამოდენიმე შეთავაზება მაქვს, ალბათ ხვალ დავათვალიერებ მათ.